დღეს მქონდა შესაძლებლობა რომ პრეზენტაციების სერიის ბოლო პრეზენტაცია მოგვესმინა ურბანულ პოლიტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებით. დედაქალაქის ყველა მოქალაქე საკუთარი თვალით ხედავს თუ როგორ გარდაიქმნა თბილისი, მისი ტრანსპორტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლებლობები ურბანული და ურბანული განვითარების მხრივ. წარსულს ჩაბარდა ყვითელი ავტობუსები, რომელიც იყო ამორტიზებული და ახსოვს საზოგადოებას, ასე ვთქვათ, მათი როგორც ტექნიკური მდგომარეობა, ისე გარემოზე ზემოქმედება. დღეს აბსოლუტურად შეცვლილია იერსახე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ზოგადად ქუჩების და მერს ჰქონდა შესაძლებლობა რომ წარმოედგინა სამომავლო გეგმები. მართლაც მნიშვნელოვანი არის რომ 30 წლის შემდეგ თბილისს დაუბრუნდება ტრამვაი. მნიშვნელოვანია რომ საბაგირო მიმოსვლის გამოყენება იქნება კვლავ პრიორიტეტი და დაანონსდა ორი ხაზი, რომელიც მისცემს ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომ უფრო სწრაფად, კომფორტულად გადაადგნენ ისედაც გადატვირთულ ქალაქში. დაანონსდა ბევრი სხვა პროექტი, რომელიც ეხება ურბანულ განვითარებას, ავარიული სახლების ჩანაცვლებას, ტრანსპორტს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 წლის თავზე გვექნება აბსოლუტურად სახეცვლილი ქალაქი, რომელშიც იქნება ტრანსპორტი კომფორტული, სწრაფი და ქალაქი, რომელსაც ექნება საკუთარი სათხილამურო ტრასა. ესეც კიდე განსაკუთრებული არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ თბილისთან რამდენიმე წუთში ექნება შესაძლებლობა სათხილამურო ტრასის სარგებლობა. დაბარებულია ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, გვახსოვს მისი შეხვედრებით, ისე როგორც პიტერ ბიშერის მაგალითად ოპოზიციასთან არ სამთავრობო სექტორთან, რასაც თავად ამბობენ, რომ ეს არის დიპლომატიური სამუშაოს ნაწილი. ეს პრობლემაა მმართველი გუნდისთვის, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ კონკრეტული საელჩოების მხრიდან ხდება გარკვეული ძალადობრივი პროცესების წახალისება. ამ შემთხვევაში აი ეს დაბარებები უკვე საელჩოში ოფიციალური პოზიციის გაცნობა შემდგომ უკვე რა შედეგს მოგვცემს და როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას სამიმართოდ? ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, როგორც საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ხედავთ რომ ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ზომის გამოყენებაც, ელჩის დაბარება, რათა მათთვის აიხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ არ უნდა დაარღვიოს. ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით, ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს. და ამ შემთხვევაში ვენის კონვენციას, რომელიც სამწუხაროდ ხედავთ, რომ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი. ასე რომ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებას ნახეთ, ბატონ პეტერს აუხსნეს რას ნიშნავს ვენის კონვენცია, მისი 51 მუხლი, რა მაგალითები მიაწოდეს ჩარევისა და ჩვენ ასევე განცხადებიდან გუშინ გავიგეთ, რომ ეს ასე ვთქვათ ზეპირი განცხადებები ბატონ პეტერის თუ სხვა მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან თითქოს დეზინფორმაციაზე არის დეზინფორმაცია თუ ცრუ ნარატივები, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მოთხოვილი ოფიციალურად გერმანიის ხარისხთან დაასახელონ მაგალითები ცრუ ნარატივისა, დაასახელონ მაგალითები დეზინფორმაციისა, დაასახელონ მაგალითები თავდასხმისა და დღემდე არ მიუღია განმარტება და მაგალითები ამასთან დაკავშირებით და როგორც ხვდები, მათ შორის გუშინდელ დაბარების პროცესში შეხვედრაზეც ეს მაგალითები არ დასახელებულა. და აქ მინდა ეხლა დაასახელონ კონკრეტული დაასახელონ აი ძალიან კარგი რომ ეს თქვით. თქვენ გახსოვთ რომ ერთი პერიოდი ფაქტობრივად ტერმინი აღქმები გახსოვთ თქვენ როგორ იყო პოლიტიკურ ლექსიკონში, გუშინაც ვისაუბრე ამაზე. აღქმები გასაზღვრა თითქოს ყველაფერს, რაც ნიშნავდა შეიძლება ნებისმიერ რამე თქვა, რომ გაქვს აღქმა, რომ ვიღაცა იტყვება, გაქვს აღქმა, რომ ვიღაცა რაღაცას აკეთებს, ნიშნავს, რომ ამისი მტკიცებულება არ გჭირდება, იმიტომ ერთადერთი შენი ილუზიები და შენი წარმოსახვა არის ამისი მტკიცებულება. ჩვენ ეს ტერმინი მოვკალით ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში. დაუპირისპირეთ ფაქტები და დღეს ვეღარ ბედავს რომ ისაუბრობს აღქმებით არგუმენტების გარეშე და ყველას ვთხოვთ ფაქტებს. ეხლა გადავედით მეორე საკითხზე. როცა ჩვენ საუბრობთ ექსტრემიზმის წახალისებაზე, ვამბობთ კონკრეტულ მაგალითს და ბატონ პეტერთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი მოვიყვანეთ. კერძოდ მაგალითი არის შემდეგი. არსებობს დაჯგუფება, რომელიც მიუვარდა ქალ დეპუტატს მცირეწლოვან
შვილთან ერთად მიაყენა შეურაცხყოფა, ეძახა მონა, გამოვიდნენ შემდეგ მეორე დროს კიდე და სკანდირებდნენ ამას ქალი დეპუტატის მიმართ, რომელიც იყო არასრულწლოვანი ბავშვთან ერთად. ამ დაჯგუფებას შეხვდა ამ ინციდენტის შემდეგ. ეს მომხდარი იყო საჯარო ამბავია, ყველა მიცით, მათ შორის დაჯარიმდა, მე მგონი თუ შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობაც კი მოუწია ამ მონაწილეს ამ თავდასხმისა. ამ ყველაფრის შემდეგ ბატონი პეტერი შეხვდა ამ დაჯგუფებას, გადაიღო მათთან ფოტოები, დადო Twitter-ზე ყველაფერი და თქვა, რომ აი ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალი. აი ინციდენტის გამო შეხვდა? აი უყურეთ მაგალით აი უყურეთ ეხლა მოვიყვანე კონკრეტული მაგალითი. უნდა ბატონ პეტერს, უნდა მის რომელიმე გულშემატკივარს თქვას, რომ ქალ დეპუტატთან არასრულწლოვან ბავშვთან ერთად მივარდნა და დეჰუმანიზაციის მიზნის მქონე ტერმინოლოგიით თავდასხმა და შეურაცხყოფა და მონას ძახილი, ეს არ არის რადიკალიზმი. მოიყვანონ მაშინ ამისი არგუმენტი და მეორე, ამ ადამიანებს რომ ხვდები და ამბობ, რომ ესენი არიან საქართველოს მომავალი, რომ ეს არ არის რადიკალიზმის წახალისება. ველი გამოხმაურებას ამასაც აკეთებს. აი შეურაცხყოფა და თავდასხმა არ არის დაცული გამოხმაურის თავისუფლებით. აი ეს არის პასუხი. ამიტომ უყურეთ ეს ადვილი არის ახლა ბატონი პეტერი თუ სხვები რომ ამბობენ რომ ეს მათ შორის ნახეთ საელჩოების განცხადება, ხო? 27 საელჩო რაღაცა იყო, სადაც საუბარი იყო რომ ეს არ არის სიმართლე. ეს საბავშვო ბაღიც არ არის აქაურობა. თუ რაღაც არ არის სიმართლე, მოთქვა არგუმენტი. ჩვენ რომ ამბობთ რომ არის რაღაც შემთხვევები არის წახალისება რადიკალიზმის, როგორც მაგალითად ევროკავშირი რომ აფინანსებს ადამიანს, გვარი აღარ მახსოვს, აი Wi-Fi გავხსენდა მიხარიაო რომ თქვა გუშინ ელჩმა, ევროკავშირი ხელფასრო უხდის ადამიანს, რომელიც მოუწოდეს პოლიტიკური მკვლელობისკენ, რომელიც დასცინის და აგდებულად საუბრობს გარდაცვლილი პოლიტიკოსის სიკვდილზე, ამას რო აფინანსებს, ეს არის რადიკალიზმის წახალისება. ვიცხან არგუმენტი, რატომ არ არის ეს? აბა, უყურეთ, ხო, რა ვიცი, რომ ხვალ ხარს და მათ არსებობაში ეხმარებიან კონკრეტულ ორგანიზაციებს. არ, როდესაც ევროკავშირის ფული მიდის იმ ჯგუფების არსებობის უზრუნველყოფაში, რომლებიც დეჰუმანიზაციას ახდენენ საკუთარი ოპონენტებს, რომელიც მოუწოდებენ პოლიტიკური მკვლელობისკენ, რომელიც მოუწოდებენ დამხობისკენ და ასე შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში წარმოიდგინეთ ახლა რომ საქართველოს ელჩი შეხვდეს ყვითელი ჟილეტების ლიდერს, საქართველოს ელჩი შეხვდეს ანტიფას ლიდერებს, საქართველოს ელჩი შეხვდეს გერმანიაში რაიხსბიურგერები რო ქონდათ ორგანიზაცია მის ლიდერებს. არა თუ შეხვდეს, შემდეგ დადგეს ფოტო გადაიღოს, თქვას რომ ეს არის მომავალი. ამიტომ რომ შევაჯამო, ამიტომ რომ შევაჯამო. ქართველ ხალხს ნუ მიიჩნევს სულელად. ეს გაცხადებები რომ არ არის სიმართლე, ეს არის რაღაცა, ეს ასე ელაპარაკონ სხვებს. ქართველ ხალხს თუ ეუბნებიან რომ რაღაც არის სიმართლე, კეთილი ინებოს ყველა მოიტანოს არგუმენტი. არგუმენტების გარეშე ხელის აქნევისთვის აქნევა ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ბატონო, რატომ არ იყო მიხელ ყაველაშვილი გუშინ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიმართა? იქ იყო სომხეთი, აზერბაიჯანი და საერთოდ საუბრო მოვალ მანდats. შათერიშვილი განმარტავს, რომ რიგი ელჩები და საელჩოები დიფსტეიჯურა. ვინ განმარტავს? ზაზა შათერიშვილი ფილოსოფოსი, რიგი ელჩები და საელჩოები დიფსტეიჯურა. ჩვენგან არის ხაჯობა, ბოდიში კითხვის დასმა ხაჯობა არ არის. და ასევე ამით ოპოზიციას მაჯობა უკაცრავად სხვანაირად გავიგონე. უყურეთ, ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდეს კონკრეტული დიპლომატები, ფაქტია, რომ ისინი აზიანებენ საკუთარ თავს და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. ეს არის ფაქტი. ის რასაც ჩვენ ვაგვირდებოდით ბატონ პეტერის შემთხვევაში თუ ზოგიერთი სხვა ადამიანის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა აზიანებენ საკუთარი კიდე კი ბატონო, მაგრამ საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თავისი რეპუტაცია დაიზიანონ, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ მათი ქვეყნის რეპუტაცია რომ ზიანდება, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობისთვის და განსაკუთრებით როცა საუბრობთ გერმანიაზე. ასე რომ კიდევ ერთხელ ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდნენ, ან დავალების მიმცემი ყავთ აგითხრათ, ესე ვთქვათ, არაკვალიფიციური, ვერ ხვდება რა ხალხთან აქვს ურთიერთობა, ვინ ვართ ქართველები, რა გამოგვივლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ მაგალითს, რომელიც მათ შორის ზოგიერთი დიპლომატისთვისაც მithქვამს. თავის დროზე 70-80 დასაწყისი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსეთიდან ერთმა მწერალმა
ორი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველოს ჩაადგა საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში და სადაც ბოდიშები არ მოახდენეს, არ მოეშვნენ. ეხლა ეს არის საბჭოთა კავშირის დროს, სადაც რა ქვია, კრიტიკის დაძვრა ეშინოდა ადამიანებს. არაფერს არ დაუდგა. ასე რომ უნდა ასე უნდა შეხენო, არ ვიცი, შეიძლება რომელიმე ერებთან გაზდით, მაგრამ ქართულ ხალხთან არ გაუვათეთ და კიდევ ერთი რამე უნდა იცოდეს ყველა, რომ ზოგიერთ ხანდახან ჩვენი სტუმართმოყვარეობა ეშლება ფეხქვეშ გაგებაში და ეს ბევრ დიდერს მოსვლია ქართველებთან დაკავშირებით და ამ შეცდომას ნუ დაუშვებენ. ჩვენი სტუმართმოყვარეობა, განსაკუთრებული პატივისცემა და თავზე გადაყოლა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ფეხქვეშ ვედებით. ეს უნდა გაითვალისწინოს. სადაც ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები იმყოფებოდნენ, სომხეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ არ ვიყავით. რატომ? საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი განრიგი, იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეული, ქონდა შესაძლებლობა მათ შორის მასთან გასაუბრების და ეს ძალიან და ეს მნიშვნელოვანი არის. იქ ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება, ქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მნიშვნელოვანი საუბარი იყო სამხრეთში. ზელენსკიმ გამოიყენა გაეროს ხარულო იყო თქვენთვის და ამერიკაში ასეთი შეხვედრის შესახებ ჩვენ არ ვიცით და რა კითხვაც დაგისვით ვახშამზე რატომ არ მიიწვიეთ? სუსტად მუშაობთ ესე მათ შორის ვიყურეთ. რეგიონის საკითხებზე იყო მსჯელობა, უკრაინის. სხვა შორის იმ მიღებაზე უყურეთ, მაშინ თუ ეს ვერსიით შეგიძლიათ სხვანაირად გაიგოთ. იმ მიღებაზე ამერიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე იყო მათ შორის თქვენი პატივსაცემი ბატონი ჯო ვილსონი. ასე იქიდან შეგიძლიათ იკითხოთ და მოიკითხოთ რა ხდებოდა. ბატონო შალვა, გაეროზე უნდა გითხოთ, სადაც ზელენსკიმ ვახშამი, სადაც მნიშვნელოვანი გლობალური საკითხები განიხილება. სავახშმოთ არ არის ჩასული პრეზიდენტი, არის საქმეც ჩასული. ბატონო შალვა, ზელენსკიმ რა ვიცი, ვახშამს მეკითხებით რა ვიცი. ეს არის ვახშამი, რომელსაც ოფიციალური ნაწილიც აქვს, ბატონ შალვა. მაგითხათ, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ამერიკის შეერთებული შტატებს ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ქონდა შესაძლებლობა გასაუბრეს, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის მნიშვნელოვანი გასაუბრების. რაც შეეხება სხვებს, რა ვიცი, მკითხეთ სახელმწიფო მდივანს. ზელენსკიმ გამოიყენა გაეროს ტრიბუნა იმისთვის, რომ საქართველოს გაეკრიტიკებინა, მან ისაუბრა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა, ეს მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო კვლევით საქართველოს მუდმივად უსწრებს უკრაინას, მაშინ როგორ აფასებთ თქვენ? რა ვიცი, რა გითხრათ, ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნება არის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამო არის ტრაგიკული. არ ვიცი, რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30% დაკარგა, თავისი მოსახლეობის 100,000 ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე 40% მოსახლეობის გაქცეული არის ქვეყნიდან და ფაქტობრივად ეს მოსახლეობაც დაკარგა, იმიტომ რომ რთულია ალბათ წარმოიდგინო, რომ ეს რაოდენობა მოქალაქეებისა უკან დაბრუნდებიან, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია გავიდნენ უკრაინიდან, სადაც დაფუძნდნენ და დიდი ალბათობით იქაც დარჩებიან. ასე რომ ეს არის ის დანაკარგები, რასაც ბატონი ზელენსკი განიცდის. და მე ერთ რამეს ვიტყოდი, ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ომში არის უკრაინა და ჩვენ ვერ იდებით ზედმეტ კომენტარებს ან ზედმეტ შეფასებებს, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეციალურ სამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი იმისთვის, რომ საქართველოს აერიათ ეს გაგვიკეთა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა, რომ აქ ასაფეთქებელ ნივთიერებების გატარება უნდა საქართველოში, თუ ჩამოტანა საქართველოში, ამას გვიშვრება მისი ხელისუფლება, რომ აქ შეიძლება აიწიოს ნახევარი ქალაქი, იმის გამო რომ საკუთარი რაღაც მიზნები აქვს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ქართულ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკვავით. თუმცა მე მექნებოდა ორი რჩევა. პირველი, გაითვალისწინოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენ გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი. იმ ქართული ხალხის დაზიანებისთვის და მცდელობისთვის, რასაც მისი მხრიდან ხედავთ, მას თავის დროზე პასუხს გასცემენ არჩევნებზე, უკრაინელი ხალხი გასცემს პასუხს, ანუ ჩაატაროს არჩევნები და მეორე გაითვალისწინოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი. უმადურობა, მით უმეტეს, როდესაც ომში არის ქვეყანა, არის ძალიან ცუდი. და როდესაც ბატონი ზელენსკი იჩენს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც
უკრაინის ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში, ჰუმანიტარული დახმარებით, საერთაშორისო განცხადებებზე და ინსტრუმენტებზე მიერთებით, ყველაფერში გვერდში უდგავთ. ეს არის დიდი უმადურობა საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ, რასაც ბატონი ზელენსკი იჩენს. და მას თუ მეტი არაფერი სათქმელი არ ქონდა, რომ ის მცირედროულად გამოყოფილია გაეროს ტრიბუნალს გამოსასვლელად, რომ გამოეყენებინა კიდევ ერთხელ და საქართველოს ეხსენებინა ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ამდენად მავნე მიზნები აქვს ზოგიერთ საქართველოს. ამ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების გეგმავენ, დღეს ანაწილძელიძემ თქვა, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ორგანიზებაში არიან აქტიურად ჩართულები. ვის რა გეგმა აქვს 4 ოქტომბერს აქციისთან? პირველი 4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი არის და წესით ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-დაღამი როგორც ჩანს ჩვენზე ფიქრობს და გვაკომენტარებს ხოლმე, იმით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ არჩევნების დღე ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს. ეხლა ამ დღეს, არჩევნების დღეს, ნაცმოძრაობა, რომელიც შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ და პარლამენტის დადგენილებით მხილებული არის კრიმინალური რეჟიმის ჩამოყალიბებაში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ოპოზიციაში ყოფნის დროს საქართველოს მტრობაში. მხილებული არის ფაქტებზე დაფუძნებით. აი ეს ნაცმოძრაობა აორგანიზებს ძალადობრივ შეკრებას საკუთარი მხარდამჭერებისა. ამბობს, რომ აპირებენ ძალადობას, დამხობას და ასე შემდეგ. ხომ? არჩევნების დღეს და არჩევნების მსვლელობისას 4 საათს, როდესაც ჯერ კიდევ როგორც იტყვიან, გაგანია არჩევნები იქნება და შუა პერიოდი არჩევნების ხმის მიცემისა. აი ხლა ამ ყველაფერს თუ ავიღეთ ფაქტად, ხომ, არჩევნების დღეს კრიმინალური წარსულის და აწყოს მქონე დაჯგუფება, ნაციონალური მოძრაობა, მოძალადე ჯგუფი აორგანიზებს ძალადობრივ აქციას და ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი და დღეს როგორც ნახეთ, იმყოფებიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ბრიუსელში და საკუთარივე განცხადებებით, არ ვიცი ხა ვის შეხვდნენ როგორ, მაგრამ როგორც ამბობენ თავად, შეხვდნენ ევროკომისიის რაღაც წარმომადგენლებს, სადღაც ევროპარლამენტში. ჩვენ რაღაც არ გვსმენია მათი მეორე მხრიდან განცხადება, რომ მათ მოუწოდეს, რომ ძალადობაზე თქვან უარი 4 ოქტომბერს. შესაბამისად, ესეთი შეხვედრები და სოლიდარობის გამოცხადება 4 ოქტომბრის ძალადობრივი დაანონსებული ძალადობრივი რაღაცა ღონისძიების მიმართ, დაანონსებული დამხობის მიმართ არის გაზიარება პასუხისმგებლობისა 4 ოქტომბერს. შესაბამისად, ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის მიმართულებით ან სხვა მიმართულებით. ერთი ძალადობის ფაქტი თუ დავინახეთ ჩვენ ნაცმოძრაობის მიტინგიდან. თუ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხა ისინი რა ქვია, მაშხალებს თუ მოიტანენ და მოლოტოვის კოქტეილებს და ასე შემდეგ. ერთი ფაქტის თუ იყო ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს მათი განცხადებებით და ხელის ჩამორთმევებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გუშინ საელჩოების განცხადება იყო, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდეს შევხვდეს ყველას. უნდათ კრიმინალური წარსულის მქონე ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, უნდათ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც დაანონსებული აქვს ძალადობა 4 ოქტომბერს, შეხვდნენ. მაგრამ მაშინ თქვან თავადაც საჯაროდ განაცხადონ, რომ ისინი მოუწოდებენ, რომ არ იყოს არანაირი ძალადობა 4 ოქტომბერს. იმიტომ რომ მათი სიჩუმე არის მხოლოდ წახალისება მოძალადეებისა და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ყველას ვაფრთხილებ. 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული იქნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს. ბიძინა ივანიშვილთან თემა რა ხანი გიგე. თავად ამბობენ, რომ შვიდობიანი აქცია იქნება და შვიდობიანი რევოლუცია 4 ოქტომბერს. ჩვენ ნახეთ კლიპი მათივე დადებული, სადაც ყველაფერს ცეცხლუკიდია მათ შორის პარლამენტს, ეს რაზე მიუხედავს თქვენებს. მაგრამ ეს არის ხა ძალადობა აქვს დაანონსებული, აბა რა აქვს ხა. ზაქვია ლაპარაკს ხომ დაუჭერებთ მართა სისულელეებს ლაპარაკობენ შვიდობიან დაგხოცოთ უყოლასო ესე ხო არ არის არა მოკლედ კიდე ერთხელ ეს ამას
ეს არის ასე ვთქვათ კრიმინალური დაჯგუფება, ნაცნობზრაობა, რომელიც პოლიტიკური ბედი გადაწყვეტილი არის. ერთადერთი ვინც აი ამ ნაღვერდას სულს უბერავენ გარედან. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არ არის რას გეგმავს ნაცნობზრაობა, რა იდეები და ჩანაფიქრები. აქ მნიშვნელოვანი არიან ის დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობენ. და იმასაც კი არ კადრულობენ შემდეგ, რომ თქვან, რომ ემიჯნებიან და მოუწოდა ამ შეხვედრაზე შეხვდნენ და მოუწოდეს რომ ნაცნობზრაობა ჯესეთი წადი არჩევნებზე რა დროს მიტინგებია და რატო უშლი ადამიანებს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ესეც არჩევნების ჩაშლა და მეორე იზიარებენ პასუხი და კიდევ ერთხელ და ეს მათ შორის პრეზიდენტის განცხადება ყველაფერთან ერთად იყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ვინაიდან მან თქვა რომ არჩევნების დღეს უნდა ჩატარდეს მიტინგია. წარმოგიდგენიათ, აი რამე კავშირი აქვს საერთოდ ევროპასთან იმ პრეზიდენტის იმ განცხადებას არჩევნების დღეს მოუწოდებს, სოლიდარობის გამოცხადება ნიშნავს, რომ მოუწოდებს მათ შორის მოქალაქეებს, რომ მიდით აქციებზე, ხო? ბატონო, ერთი კუთი ახლა მაცადეთ რა. ბიძინა ივანიშვილისგან გაქვთ თუ არა დასტური იმის შესახებ. ბიძინა ივანიშვილი, ერთი წუთი. ბიძინა ივანიშვილისგან გაქვთ თუ არა დასტური იმის შესახებ, რომ დააკავოთ ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კადრები. მისი ნდობით აღჭურვილი პირების კადრები ყოველ შემთხვევაში ერთ დროს ასეთები იყვნენ ღარიბაშვილ-ლილუაშვილი. რაიმის მინუს დაკავება არ დაკავება ზოგადად ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. როგორ არის ბატონშალო? პოლიტიკურიც არის ყველაფერთან ერთად. ისინი წლების განმავლობაში ხომ თქვენი თანაგუნდელები იყვნენ, მათ შორის ჯუანშარ ბურჯულაძე. ანუ არავის არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვლაპარაკობ, არანაირად არ არის ეს პოლიტიკოსის და პოლიტიკური საკითხი, სისხლის სამართლები რაღაც საკითხებზე საუბარი. ამის კომპეტენცია სულად აქვს თავად პროკურატურას და შესაბამის სამართალდაცვა ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა რომ კორუფციის რისკები არსებობს და ეს უნდა იყოს დარღვეული. ამბობდა ბიძინა ივანიშვილი და კობახიძეც გვეუბნება რომ სწორედ ამის გამოძახილია ის რაც ხდება და როგორ არ არის ეს პოლიტიკურად მოტივირებულიც მათ. პოლიტიკა არის რომ მივახციოთ იმას რომ საქართველოს რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას. ასე რომ ეს არის პოლიტიკური მიზანი, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რაც შეეხება რომელიც სრულდება ერთის მხრივ პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფით და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იმისთვის რომ განსაკუთრებით მობილიზებული იყვნენ და ყურადღებით იყვნენ კორუფციული რისკების აღმოსავლეთ და დასაქმებად.